სექს-სკანდალი. თქვენი ყურადღება მივიქციეთ, სკანდალი არაფერ შუაშია. უბრალოდ მოგალათდით, იმიტომ რომ წინ ეპიკურად ბრიტანული ფილმის ყველაზე საინტერესო დეტალები გელოდებათ. პატარა კინოსამყარო, რომელიც ჩვენს კიდევ უფრო პატარა ქვეყანაში, ბრიტანელმა რეჟისორმა ბენ ჰოპკინსმა ჩამოიტანა Music Box-ის ობიექტივში მოხვდა. ხდებოდა აბასულ რომ არაფერი ეპიკურად სასაცილო კომედიის შექმნაზე ცნობილ რეჟისორთან ერთად ჰოლივუდელი სტარები მუშაობენ. ანა კარენინას, სამი მუშკეტერის და BBC-ს არაერთი შოუს ვარსკვლავს, მეთიუ მაკფეიდენს პარტნიორობას ბინდის საკის ერთ-ერთი ვამპირი, მიანა ბიურინგი უწევს. ჰოლივუდელ მსახიობებთან და ბრიტანელ რეჟისორთან ერთად საქართველოში მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ჩამოვიდა. ასე რომ თუ სადმე მთიან რეგიონში ათობით ტრეილერი და მანქანა შენიშნეთ, მოგვილოცავს. თქვენ თავი ფილმ ეპიკის გადაღებებზე ამოხავით. ბრიტანელი რეჟისორი კარასტანში კინოფესტივალზე ჩადის და ეს საოცარი აბსურდია. საშინელი კინოფესტივალია, მაგრამ მოგვიანებით მას ქვეყნის პრეზიდენტის სამუშაოს თავაზობს. რეჟისორმა ქვეყნის დაარსების მითის შესახებ უნდა გადაიღოს ფილმი და ის თანხმდება. რეჟისორი ამ ეპიკური ფილმის გადაღებას იწყებს და ამიტომაც ჰქვია ჩემს ნამუშევარს ეპიკ. ფილმის სცენარი თავად ბენ ჰოპკინსს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი რეჟისორის, სცენარისტის და მწერლის კარიერას ამჟამად გერმანიაში ითავსებს. ბრიტანული იუმორით შეზავებული ისტორია კი გამოგონილ ქვეყანაში, კარასტანში ვითარდება. ეს უკანასკნელი ფიქციაა, თუმცა დიდი შანსია, მისი მსგავსი პოსტსაბჭოთა სივრცეში სადმე ყოფილიყო. ფილმში მოვლენები გამოგონილ ქვეყანაში, კარასტანში მიმდინარეობს. ის არ არსებობს, მაგრამ შეიძლებოდა სადმე კავკასიაში, ან რუსეთის რომელიმე უცნაურ რეგიონში, მაგალითად თათარსტანში ყოფილიყო. ეს ქვეყანა სპეციალურად ფილმისთვის გამოვიგონეთ. თავისი სახელმწიფო ენით, რომელიც ძალიან წააგავს თურქულს. მოკლედ ამ ქვეყნის შექმნით და შემდეგ საქართველოში შესაბამისი ადგილების ძიებით საკმაოდ გავერთეთ. ჩვენი ჯგუფი გადასაღებ მოედანს კოჯორში ესტუმრა. ფილმის მთავარი გმირებით სწორედ აქ გავიცანით. მეთიუ მაკფეიდენი მაყურებლისთვის ძირითადად ტელესერიალებიდანაა ცნობილი, თუმცა ჰოლივუდურ წარმატებას რამოდენიმე კინონამუშევრით მიაღწია. მათ შორის ერთ-ერთი სიკვდილი დაკრძალვაზე გახლდათ. რაც შეეხება ყველაზე ცნობილ როლებს, 2011 წელს გადაღებულ სამ მუშკეტერში ეს უკანასკნელი ათოსის როლს ასრულებს. ქართველ მაყურებელს კი მაკფეიდენი გასული წლის ნამუშევრიდან ანა კარენინადან ახსოვს. I like the one I just played in Anna Karenina. ძალიან მომწონს ანა კარენინაში შესრულებული როლი და ეს უკანასკნელი. Yeah, it's lovely. არ მინდა რომ ეს სამუშაო დამთავრდეს. ცოტა ხანში მე და მიანა ერთად მივემგზავრებით ირლანდიაში, სადაც ერთად BBC One-ის ერთ-ერთ ტელესერიალზე 4-5 თვის განმავლობაში ვიმუშავებთ. 4-5 months. ულამაზესი შვედი მსახიობი მიანა ბიურინგი ბენ ჰოპკინსმა 2011 წლის ნამუშევარში Kill List-ში ამჩნია. თუმცა ეს უკანასკნელი ქართველი და არა მარტო ქართველი მაყურებლისთვის მაინც ბოლოდროინდელ კინო ჰიტთან ასოცირდება. მიანა Twilight Saga Breaking Down-ის ორივე ნაწილში ვამპირის ტანიას როლს ასრულებს. This is a sort of a comedy of sorts and ეპიკი უფრო კომედიური ჟანრის ნამუშევარია, თუმცა პატარა სასიყვარულო ისტორიასაც შეიცავს, რის თამაშიც ძალიან სასიამოვნოა. aspect to it. It was just such a wonderful script. Ben Hopkins, who's directing as well, wrote it. Ben Hopkins-მა ეს ისტორია თავად დაწერა და მე სცენარის წაკითხვის შემდეგ აღფრთოვანებული დავრჩი. მართლა ძალიან მომეწონა, გულიანად ვიცინე და გადაღებების დროსაც არ ვაკლებ სიცილს. I barely laughed when I first read it and I'm laughing doing it. Every scene is so much fun to shoot. I'm dark. I know I'm dark. I've gone dark. ეხლა მუქით მაქვს.
დიახ, ჩვენ ასე გადავწყვეტეთ, იმიტომ რომ მოვლენები გამოგონილ ქვეყანაში, კარესტანში ვითარდება და ჩვენთან ერთად ქართველი მსახიობებიც თამაშობენ, ასე რომ ჩემი გმირი კონტექსტიდან ძალიან ამოვარდებოდა ქერად რომ დარჩენილიყავი. მეც მიხარია, როდესაც საკუთარი გარეგნობის შეცვლის შესაძლებლობა მეძლევა. And I love the opportunity to sort of change my hair or change the way I look. I think it's a lot of fun. So do you like it? I do, yeah, I really do. ძალიან მომწონს, მაგრამ თმა დაგრძელებული მაქვს და ცოტა არ იყოს მაწუხებს. მინდა ვთქვა, რომ ეს საშინელებაა. თავს გკენს, გცვივა და იმედია, რომ ბოლო ჯერ მიწევს მის დაგრძელება. ვარსკვლავების გვერდით გადასაღებ მოედანზე ქართველი მსახიობებიც აღმოვაჩინეთ. ფილმში ერთ-ერთ ყველაზე კომიკურ პერსონაჟს მსახიობი, მომღერალი და რადიო არ დაიდარდოს წამყვანი ლაშა რამიშვილი ასრულებს. ეს უკანასკნელი ჰოლივუდელი მსახიობების ფავორიტია. სულ რომ არაფერი ლაშას და მეთიუს ერთად ეძინათ. In bed with Lasha. როგორია მეთიუს გვერდით წოლა? Not in a sexual way, just in a very we no, not really friendship. They're not very friendly, my character and Lasha's. In life we are, but not in the movie. But we're in bed together and Miana's in the other bed. What about the Georgian actors? Have you met them before? No, never. So it's a great pleasure. It's lovely. Lasha especially, and there's another guy called David who was playing the shadow in this movie, and he's great. And it's just really nice, really lovely people. მოკლედ ჰოლივუდელი სტარები და ლაშა დამეგობრდნენ. თუმცა ეს უკანასკნელი ერთადერთი არაა, ვისაც პატარა კინოსამყაროში მოხვედრის ბედნიერება ერგო. ფილმის კასტში 6 ქართული გვარი ფიგურირებს. ეპიზოდურ როლებში ჩვენი თანამემამულეებიდან ჩემი ცოლის დაქალების კოლორიტული ბაბუა ლეო ანთაძე. გაძაიღე ხალო პულტი. ჩვენთვის ასევე კარგად ნაცნობი ეკამ ჟავანაძე, რუსუდან კობიაშვილი და დათო ველიჯანაშვილი თამაშობენ. მეუღლის დროს თამაშობ ოჯახია სოფელში. უკვე მოგეხსენებათ როგორი ოჯახი უკვე გალოთებული ადამიანი და ბიჭოულია ცხოვრებაში ისეთ რაღაცებს, რომელსაც ვეღარ აკეთებს და უბრალოდ არის როგორ თქვა, იცი რომ აი ამ ქვეყანაზე ნახევრად რო არის და ნახევრად რო არ არის. როდესაც მთავარი გმირი ჩამოდის ამ ქვეყანაში, ამ კარასტანში, იქ იღებს ფილმს და იქ ხდება თავისებურად, იქაური გადამღები ჯგუფი. და აი იმ გადამღებ ჯგუფში არის მხატვარი, ესეთი ძალიან აქტიური ქალი, რომელმაც ცოტა იცის რუსული, ასე ვთქვათ, და სულ კონფლიქტშია ამ მთავარ გმირთან. ეკამ ჟავანაძე თამაშობს ამ ქალს, რომელიც რაღაცას ამბობს ყარასტანულად. მე ვთარგმნი. ის არის გაბრაზებულია მეთქი მეუბნები. კიდე ამბობს. იმან თქვა რომ ინგლისში ჩამოვალ და გადავიღებ ფილმს ჰენრი მეოთხეზეო. კიდე ყოლის ის რაღაც. ჰენრი მეოთხე იქნება მხოლოდ ერთი ცოლი ეყოლებაო. კიდე და ეცნობა კელვინ კლაინიო. აი ესეთი ჰუმორი აქვს ფანტასტიკური. ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლით რეჟისორმა პატარა ქართველი მსახიობებიც დაასაჩუქრა. ფილმში რამოდენიმე დამწყები არტისტიც მონაწილეობს. როდესაც მივედი, რამოდენიმე კითხვა დამისვეს, თუ რა როლები მქონდა. მოუყევი, რავი, მოვეწონე, შემდეგ გამიხსნეს უკვე ფილმის შინაარსი და დამამტკიცეს როლზე. შენ ვინ ხარ? მე ვარ ყარასტანის სოფლის ოჯახის შვილი, ანუ ოჯახის უფროსის შვილი ვარ. ჩვენ ამის სოფლელი მეგობრები ვართ და იქვე ჯერჯერობით არ ვიცი სიუჟეტი როგორ განვითარდება, მაგრამ აი ხა ველოდებით რა იქნება. მინი კინოსამყარომ გადაღებებით უკვე რამოდენიმე ქალაქი მოიარა. ახალციხის, ბაზიანის და კოჯრის შემდეგ გადამღები ჯგუფი რუსთავს, კასპს და თბილისს მოივლის. გადაღებების მეორე დღეა. ეპიკურ კომედიაში სიუჟეტი დაიძაბა, გამოგონილი კარასტანი, იარაღი, სამხედროები. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს რა ხდება ბექსტეიჯში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სამხედროები წავლენ. Quiet outside, please. Rehearsing. Stand by. And action.
ამჯერად გადამღებმა ჯგუფმა ლოკაცია შეიცვალა. ქოხის შემდეგ მოქმედება სახლში ხდება, თუმცა კულისებში შეხედვა საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფილმს 4 პროდიუსერი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფი ჰყავს. ეპიკის ქართველი პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა, მისი უცხოელი კოლეგები სემ ტაილერი, მაიკ დაუნი და დანიელა ზუდა არიან. I'm British. მე ბრიტანელი ვარ, მაგრამ უკვე 7 წელია საზღვარგარეთ ვცხოვრობ და შეიძლება ჩემში დიდი დოზითაა ბრიტანული, მაგრამ ზედმეტად ექსცენტრიული ვარ ბრიტანელის კვალობაზე. I'm quite an eccentric for Britain. So even though the film has a British sense of humor, definitely it does. ფილმსაც ექნება ბრიტანული იუმორი. It will have a bit of my character which is not typical. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მას საქართველოში ვიღებთ, ქართული ხაჭაპურის თემაც შემოიჭრება სცენარში. The camera, I'm sure a bit of Georgian khachapuri flavor will find its way into the film. ბრიტანული შავი იუმორით შეზავებულ ნამუშევარში სიუჟეტი ეპიკურად არეულია. გადაღებების მეორე დღეს კარასტანის სამხედროებსაც კი წავაწყდით. თვითონ უშუალოდ ჰოლივუდელ მსახიობებთან ერთად თუ გაქვთ სცენები, იმიტომ რომ არის რამდენიმე მსახიობს ვისაუბრი, ვისაც არ გონია შეხება უშუალოდ. კი, ისეთი მნიშვნელოვანი სცენები არ არის, მაგრამ არის რა. ფილმები თუ გქონდათ ნანახი მანამდე ან მეთიუსი ან მაიანის? 2-3 ფილმი მაქვს ნანახი. სხვა დროსაც გვიწევს, მაგრამ ანუ ამ ეტაპზე პირველი ეს მეორე ეპიზოდი არის, რომელიც კოჯოში გვიწევს. გადაღება თვითონ უშუალოდ ჯარის ფორმაში და ასე შემდეგი რა. ფილმის შესახებ ინფორმაცია IMDb-ზე უკვე განთავსებულია. სამწუხაროდ ჯერჯერობით ტრეილერი მზად არ არის, თუმცა ჩვენი სიუჟეტის ნახვის შემდეგ სავარაუდოდ ამ უკანასკნელის გაცნობის სურვილი კიდევ უფრო გაგიმძაფრდებათ. ბენ ჰოპკინსსაც დეტალების შესახებ გავესაუბრეთ. წარმოშობით ბრიტანელი რეჟისორი ნამუშევრის გამოსვლას 2014 წლისთვის ვარაუდობს. I'm sure that critics დარწმუნებული ვარ, კრიტიკოსები და ჟურნალისტები სახელთან წაითამაშებენ და შესაძლოა ფილმს ეპიკურად საშინელიც უწოდონ. არ ვიცი როგორი გამოვა ფილმი, მაგრამ მას ეპიკური იმიტომ ქვია, რომ ეპიკური შექმნის შესახებაა. It's called epic because it's about the making of an epic. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან კინოკრიტიკოსების ინსტიტუტი მთლად ჰოლივუდის დონეზე ვერაა განვითარებული, მედიის სახელით მაინც დავამატებთ იმას, რომ ნამუშევარი ეპიკურად სასაცილო გამოვა. ათოსი ვამპირი და ქართული ხინკალხაჭაპური ერთად უკვე სასაცილოა. მით უმეტეს მათთვის, ვისთვისაც წმინდა წყლის ბრიტანული იუმორი შესაბამის მნიშვნელობას ატარებს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ქართული პრემიერისთვის დაუბრუნდები და აქაური სტაფიც ძალიან მომენატრება. ვინც ფილმის გადაღებებზე გავიცანი. მოკლედ ბექსტეიჯში შევიხედეთ და არც თქვენ დაგვიწყები ხართ. გეტყვით იმას, რომ ნამუშევრის გადაღებები 20 თებერვლამდე გასტანს. აი, როდის იხილავს ეპიკურად სასაცილო ბრიტანულ ქართული ფილმი დღის სინათლეს, ზუსტად ვერ გეტყვით. უბრალოდ იმედს დავიტოვებთ, რომ არც ვარსკვლავებით ახსავსეთ თბილისურ პრემიერას დავაკლდებით და არც თქვენ დაგაკლებთ ყველაზე საინტერესო, ყველაზე კულუარულ და ცხელ-ცხელ სიახლეებს. მოკლედ სპეციალურად Music Box-ისთვის Hello, it's Matthew McFadden and you're watching Music Box. Hi there everyone, my name's Mianna Buring and this is especially for Music Box.